გამარჯობათ. დღეს უკვე ვიმყოფები ქალაქ რენში, საფრანგეთში. სადაც მივდივარ მოკეჟიმ, ასე ქვია, MMA-ის დარბაზს. ჩვენი ქართველი ვაჟკაცი ავარჯიშებს იქ ბავშვებს, პროფესიონალებსაც ამოდროულად და თვითონაც გამოდის ჩემპიონატებზე MMA-ის. როგორც ასეთი მისი საბაზო სპორტი არის კიკბოქსინგი, მუაი-თაი, მაგრამ ძალიან მოსწონს ამ ადამიანს MMA და უკვე რამოდენიმე გამარჯვება აქვს. ორი ხამრის მფლობელი არის და ძალიან წარმატებული ბიჭია. უკვე რამოდენიმე ხანია დავდივარ მასთან სავარჯიშოდ, მაქსიმალურად მინდა მეც დავეხმარო, ჩემი წული შევიტანო მე და ნიკუშა. სალამი, გამარჯობა. ხო და უკვე ბოლო დღე არის დღეს, რომ რენში ჩავატარებ ვარჯიშს. და ამიტომ ვიფიქრე გადავიღებ მეთქი ვიდეოს, მაქსიმალურად ჩავატიო ამ ვიდეოში როგორ ვიმყოფებით, რა მდგომარეობა აქვს, სპორტული განვითარება როგორ მიდის, ქართველები როგორ არიან ემიგრანტი ბიჭები, მეტიწილი ბიჭები. სხვათა შორის პატარა გოგოებიც დავპატიჟე, ჩემი შვილიც მყავდა მეყვარელი ამ დარბაზში, ივარჯიშა და ძალიან მოეწონა. ახლა მე ამ ეტაპზე დაგემშვიდობებით, მე დარბაზში შევალ, ლუკასაც გაგაცნობთ. მთლიან დარბაზსაც განახებთ და აგიხსნეთ პატარ-პატარა რაღაცებს, რა ეტაპი გაიარა. აბადროებით. აგერ მოვედი დარბაზში და აგერ ჩვენი ლუკა მშრომელი კაცი დაგვხვდა ადგილზე. დღეში 2-3 ვარჯიში და ადგილზე იმყოფება, როგორ ახლა. ნიკუშა და ლუკა. აგერ არიან საქართველოს წარმომადგენლები ქალაქ რენში. აი ეს არის დარბაზი. ვერ ვიტყვი რომ პატარა დარბაზია და ვერც იმას ვიტყვი რომ ძალიან დიდია, მაგრამ აგერ არის MMA-ის სადაც ტარდება ეს ბოლო პერიოდი რინგი. და აგერ კიდევ სადაც ტარდებოდა ადრე MMA, ასეთ რინგებზე ტარდებოდა. ადრე ასეთ რინგებზე ტარდებოდა MMA. მეც მოკრინგში ნაჩხუბი. ხო, გაგხო. ძალიან მაგარი. ხო, ლუკა ემზადება ახლა ერთი სერიოზული ბრძოლისთვის 17 ოქტომბერს თუ არ ვცდები, ხო ლუკა? 17 ოქტომბერს წარმატებები მინდა ვუსურვო და გამარჯვება და მალე მსოფლიოს დაპყრობა. Let's go. აი ასე გამოიყურება, აი ვარჯიშის მერე. ნახე რა ფერი აქვს, რომ მოვედი თეთრი იყო. აგერ მეორე მაგარი ბიჭები არიან ძალიან. იმენა გიჟური კემპი გვაქვს და აუცილებლად მიმართულები ვართ გამარჯვებისკენ. აგერ უკვე ვარჯიშის ბოლო პერიოდია და ბიჭები კისრის ვარჯიშს აკეთებენ. ესეც კიდევ კისრის ვარჯიში. იმიტომ რომ დამრტყმელი ბიჭი არის, ძირითადად კიკბოქსინგი და ბოქსით არის დაკავებული და კისერი ისე აქვს გამაგრებული, რომ ტრიალს ვერ აკეთებს, ელასტიურობა აკლია კისერზე. და აქედან გამომდინარე, აი ასე დაუმუშავდება, მაგრად ელასტიურობაც მოიმატებს და იქნება ხეცი მებრძოლი. დღევანდელ დღეს ვარჯიში დამთავრდა. რა სიტყვით დღევანდელ დღეზე? მაგარი ვარჯიშია, თენიერი. განსაკუთრებული დამღლელი. მაგრამ კარგი სამყარო. მე თქვენით უნდა გავიხარო. ეს ღმერთმა იცის. აბა წარმატებები და მაგრად. ასე დამგვარად შრომა ფასდება და აი ეს ბიჭები არიან პროგრესის მომტანები ჩვენი ქვეყნისა და პლანეტისა.
აბა ბოსურვოთ წარმატებები. Good luck. და ბოლოს თუ არა ეს კამრები ლუკას მოპოვებული ისე როგორ გავიდოდით აქედან ლუკა შეიძლება რო გვანახო ბატონო. შენი კამრები და მიღწევები აგვიხსნა ეს კამარი არის საფრანგეთის ჩემპიონატი, ჩემპიონ დე ფრანს საფრანგეთის ჩემპიონატი რომელ წელს 2024 წელს. 2024 წელს ბრავო მე კიდევ ერთხელ გილოცავ და ეს არის ორგანიზაციის კამარი, აი ამ ორგანიზაციის აქ. აი ამ ორგანიზაციის კამარი პირველი ეს მეორე. ეს ორი ბრძოლა ქონდა და ორივე აქ არის ხო? აქ ეს მოვიგე და იქ ეს მოვიგე. ასე იგი და გამოვლინდა ჩემპიონი და ეს კამარი არის სადაც საპატიოდ რა აი აქ ამ ოფისში ძალიან მაგარი ახალ თაობას мотивация რომ კი ბატონო წარმატებებით ეს მაღაზია გაქვთ აქ ალბათ ხო აქ შეუძლიათ რომ იყიდონ ახალბედა სპორტსმენები რომ მოდიან შეუძლიათ რომ შეიძინონ ხელთათმანები და ეკიპირება რა ზოგადად საბრძოლო ეკიპირება ძალიან ლამაზები ალბათ კარგებიც და ხარისხენებიც იქნება ვენომის მეცნობა ძალიან ბევრი მისარგებლია ბარცოკებიც ქონიათ წარმატებები შენს გუნდს შენს კლუბს და კონკრეტულად შენ ჩემგან შენს ასევე წარმატებები და შეხვდებით რა თქმა უნდა. მაგრად და ასე დააგვირგვინა ლუკამ გადმოცა საჩუქარი მაისური და ძალიან გამიხარდა სხვათა შორის მადლობა ძმაო მადლობა შენ, მადლობა შენ. ეცოცხლე მინიმუმია ახლა. შეიძლება შემეძლო გამოკეთებინა და არა ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი და ძალიან გამახარა სხვათა შორის შენმა საჩუქარმა მადლობა დიდი მომავალ შეხვედრამდე და იმედია შეხვედრამდე. 17 ოქტომბერს ვიზეიმებთ საღამო